ისევ წუწუნი გვაქვს ეთერში. ჩვეულებრივი წუწუნი, ტირილი რა, ტირილი, აბა გაუშვათ რა, სათხართ ექიმებო, შეიძლება ექიმებს მიმართავს რა, იქ ორი ექიმის გარდა არავინ არ დგას, ერთი დგას ისა, აბარი ვაჟე ექიმი. და მეორე ნახევარიო, ღვთის მთლიანობაში არის თუ ერთ ნახევარი დგას. ნახევარი ექიმი. არა, ის ნახევარი ციხეში ჩასვეს. ეხლა მარტო ვაჟა დარჩა. მისი მხარდამჭერი ხო არის მტირალა ტიპი. აბა და ეს მესამე ეხლა მივიდა და იქიდან განცხადებებს აკეთებს რაღაცას. აი ნახოთ მესამე. ავაკუნესოთ. მესამე ნახოთ. ყველა ექიმს უნდა გამოვიდეთ. არა აქვს მნიშვნელობა ნეიტრალურები ხართ, რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნით. გოგი ჩახუნაშვილი არის საქართველოს პედიატრიის მეტრი. დიახ, ამ სიტყვას არ მოველოდე, არ მოვერიდები და ჩემი მეგობარი. მიმართა ექიმებო, სათხართ მართლა და მართლა რა. მოიწყინა კაცო. სად არიან? სად არიან ექიმები? სად არიან ეს ხალხი სად არის? ექიმებო გამოდი. ოღონდ თან ძალიან მტკიცეთ რომ მოწევიყო ველა უნდა. ექიმებო გამოდით. ექიმებო გამოდით. იქიდან გვარა მიიყვეთ ამის უყურეთ გეხოს. 9 აპრილს მარტო ვიდექი და გამოდით. ვერ ხვდებიან, მაინც ვერ ხვდებიან. არა, ვსა მორჩენია. არა, ხვდებიან, მაგრამ რა უნდა ხდნენ რომ? აი რა უნდა ხდნენ? ხაი შენ რას იზამდი გვარაბიას? მე არასოდეს არ ვიქნებოდი გვარაბიას ადგილზე. არასოდეს არ შეიძლება წარმოიდგინო. არა. ფანტაზია არ ყოფნის მაგრამ მე მყოფნის. აი მე მყოფნის და მკითხე. რას იზამდე? ვისა? აი რას იზამდე? გვარამიას ადგილზე. აი მართ სერიოზად ვიფასო. სერიოზად. დავტორმუზდებოდი. ანუ? აი გავჩახსახში დავждდებოდი. ერთი წელი მაინც, ნახევარი წელი მაინც. ვერ დაჭდებოდი ერთი წუთი, შენ გავიწყდება რომ ნახე შეხედე ამ ყველაფერში მაგათ აქვს დაღებული ფული. ფული არის პირდაპირ ვალდებულებები. და იქიდან დასავლეთიდან ეს ვალდებულებების მოთხოვნა მოდის შეულებრად. გვარამია ყველაზე ბედნიერი ცრედის იყო. როდესაც ჩაჯდა. შო მე ჩამსვესე რა ვქნო და დაიბანა ხელები და დაისვენა წიგნები იკითხა. ანუ მშვენივრად გზნობა. გავაბედნიერებული, გავაბედნიერო თქვი. ფული აქვს აღებული, იგივე იმ ზურაბიშვილებს, აი ამ ყოველ ლომჯარიებს, ამ გიგაურებს, ფული აქვს ამ ყველაფერში აღებული და იმპულს. ო, რეალურად. კი ბატონო, მაგაში გეთახმები, ეს იგი ვერაფერს ვერ ვიზავდი რა. არ არსებობს ახლა შანსი არა. არ არსებობს. ამიტომ შეიყენებ და მაგრამ შეიძლება რომ ავად გავხდი. არა. როგორ ექიმის ცნობას მოგიტანთ? არა, ცნობ მეტრიკას მეტრიკას. ორშაბათს დედამ ფორმა. მამა მოიყვანე ორშაბათს აი პოცვიზავდი. არა, სიტის ძალიან სულ დღეში არიან თვითონაც, მართლა ვამბობ ოღონდ. აი რაღაც მიზეზს როგორც არ უნდა მოვიგონებდი იმტერებოდე, როგორც არ უნდა იმტერებოდე ადამიანებს, როგორც არ უნდა ისქნა, მათ დღეში, რა დღეშიც ისინი ახლა არიან და რა დღეში ჩაიყარეს თავი, აი მართლა არავის არ უსურვებ ჩაყრას. ხო და მაგიტო გეუბნები მე მოვიავადყოფები თავს. თავი მართლა გეუბნები ცნობას მივიტანდი რა. რამდენი ხანი? ერთი კვირა მაინც. სიცხე მაქვს. ვერ გამოვდი. ერთ კვირაში რას აკეთებ? ერთ კვირაში რას აკეთებ? ერთ კვირაში მოვწყდებოდი რა ქვეყნიდან. ვერ მოვწყდებოდი. სად მოვწყდებოდი? ისე იმათან მოვწყდებოდი. სად მოვწყდებოდი? ეს თავში მირტყავდი ხო? დიფსეიტის ტიპები მირტყავდნენ ხო თავში რაღაცას. საკალდოვანი კრუგში არიან ჩვეულებრივად და ეს არ არ გაუწყდება. ხო და იმიტომ იხვეწებიან, იმიტომ არიან რომ იხვეწებიან გიჟებივით. მე საერთოდ რაღაც მომენტებში ეგეთ რაღაცაზე რომ ვფიქრობდი, მინდა გითხრა, რაღაც მომენტებში მქონია რომ იმ პოლიდერების ნაწილმა ყოველ შემთხვევაში, აი ლიაკასებრმა ნაწილმა ყოველ შემთხვევაში ძალით დააჭერინა თავი. ძალით აკეთებდნენ რომ დაესვენათ და ხელი დაებანათ, აბა ხა სიგე არ გამოდის ხალხი. რა არცადეს, გეხოცები მითხარი, გვამიცადეს, ის რა ქვია, ვიღაც ის ცადეს, ყველაფერი ცადეს, რომ ხალხი ხალხში მუხტი გაეჩა. რა გადაიყვანეს სამართლობაში? იმაზე ხო, მასშებიან, გამოკვლევებს უტარებენ რა. ჩვენ ნინო. აუ რა დღეში. ნინო რა დღეში. ჩვენ ნინო უძლებს ოღონდ რა. აი მაგას მიცა გამძლეობა რა. მოწოდების სიმაღლეზე რა. თამახოიცი როგორი ის არის პაციენტებთან დამოკიდებულებაში, აი ყველა ერთი არის მაგისთვის ყველა პაციენტი რა. შენ წარმოვიდგინე ესეთი შინაგანი ესეთი მდგომარეობა, რომ ხა აი რასაც უყურებს და ამათ ხო ხა როგორი ის იქნება ამათთან. და მაინც წარმოვიდგინე ყველა პაციენტი არის პაციენტი. არა, ნინობრები გამოიარა ჯერ მარტო გაიხსენა გეხოცები იქ ამიშას ადვოკატების შევარდნები. მე ის ვიღაცა ნობელიანტი და ის რო გავჩამოიყვანეს და საერთოდ და ის რო შეუვარდა კაბინეტში. ვიღაცები ჩამოყავდათ. ჯერ მარტო ადამიანების ჩამოყვანებში რამდენი ფული აქვს დახარჯული წარმოიდგინე. ჩამოყვანებში და ლობიზმში იმათი არა. ჩამოყვანებში და ლობიზმში. აი რამდენი აი
ჩხიბავებიდან დაწყებული ყველა ჩამოყვანილი ყავს. შენ იცი, მე შენ გაგახსენებ, ეხლა მე გეტყვი, მე მქონდა მაგაზე ანუ მასალა მაქვს, რომ გიული, აი ნიშა რომ პირველ ნაკადზე მოხდა, ხო იცი იმაზე ვივამეთში. იქიდან ახალ წლამდე ეს იყო სადღაც მე მგონი ივლისის თვიდან ახალ წლამდე. საბუთი არსებობს, შეხედე ამერიკაში ხო ფარაა. ანუ ფარა ხო ოფიციალურად აქვეყნებს. ლიმონი აქვს გადახდილი. ლობიზმში მაშინ ხო ატეხეს ამბავი საერთაშორისო ამბები რა ეს განცხადებები აკეთებენ ის ჯო ვილსონებს ვიღაცა წვრილ-წვრილ ტიპებს რა ოფიციალურად დოკუმენტი არსებობს სადაც არის გიული ალესანიას ხელმოწერა და 1 მილიონი აქვს გადახდილი 900 რაღაც ათასი რა 5 მილიონი ფული არა აქვს არა რა სიძახი დედმამის დატოვებული ქონებით ბებიის დატოვებული რომელიც გადავიდა დედაზე ხო სხვათა შორის ხო გპ-ის შენობები სულ ბებიამისი იმ დროსთან თანა მააშენებდნენ ეგ მიწა ყოფილა ბებიამისის და ბაბუამის ჯერ კიდე იქიდან არიან მეწილეები ბებიამისი და ბაბუამის